საერთაშორისო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბმა კახეთის ღია პირველობას უმასპინძლა. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის გიორგი კიტესაშვილის განმარტებით ტრადიციულ საშობაო ღონისძიებაში რეგიონის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა. გამარჯვებულები და პრიზიორები ადგილობრივი სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ტურნირის მიმდინარეობას თვალყურს ადევნებდა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ხუთგზის ოლიმპიური ჩემპიონი ნანა იოსელიანი. კახეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ გიორგი კიტესაშვილს განიფიბრებული ვყავართ ტურნირებით და დღეს კიდევ ერთი ექსპრომტი მოგვიწყო. ძალიან ლამაზი დღეა, ბავშვები ჩამოვიდნენ სხვადასხვა რაიონიდან, ძალიან მნიშვნელოვანია და უღრმესი მადლობა მას ამისთვის. ეს არ არის ერთი და ერთადერთი, ეს ძალიან ხშირად ხდება და შედეგებიც აუცილებლად ისედაც გვაქვს და კიდევ უკეთესი შედეგები გვექნება. ეს არის ნამდვილად ტრადიციული ტურნირი. ყოველ წელიწადს ვატარებთ ხოლმე დეკემბრის ბოლო რიცხვებში და ეს საშობაო ტურნირის ვეძახით. ფაქტობრივად კახეთის ღია პირველობა, იმიტომ რომ კახეთის გუნდები არიან ჩამოსულები 29 მონაწილე არის. ტურნირი მიდის ძალიან დაძაბულად შვეიცარიული სისტემით 5 ტურად და უკვე გამოიკვეთა ლიდერები. მე მინდა რომ გავყვე ჭადრაკს და ვიყო წარმატებული გოგო. 8 წლიან გოგონებში და ასევე სხვადასხვა კატეგორიაში. მე მინდა რომ გავისდები მოჭადრაკე გამოვიდე, იმიტომ რომ ეს პროფესია ძალიან საამაყოა ჩემთვის.